ნუ რა არის იცით, ეხა მიზეზები ბევრია, ხო? ეხა ტექნიკურ მიზეზებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, კორუფციაზე, ბევრ სხვა რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი მაინც არის პოლიტიკური, ხო? საქმე იმაში გახლავთ, რომ აი ეს პირველი ლოკდაუნი როდის მოხდა, მოდით ესე ვთქვათ, აი ეს რა დღე იყო? 24 ივნისი. 24 ივნისი, როდესაც გარკვეულწილად აი ამ რუსეთთან დაკავშირებულ სისტემებზე საქართველოში იქნა გამოწერილი ევროპიდან გარკვეული სანქციები და გარდა ამისა შეერთებულ შტატებში დაიწყო გამოძიება რუსული და ჩინური სპეცსამსახურების გავლენებზე საქართველოში, ხო? და იმ ღამეს მოხდა პირველი ლოკდაუნი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პასუხი რუსეთის მხრიდან. მე მაშინ ვისაუბრე მთავარ მიზეზად დავასახელე სავარაუდო საბოტაჟი. სხვა შორის მეორე დღესვე აღძრა სუსმად საბოტაჟის მუხლით საქმე და ნუ დაიწყო მერე ეს რუტინა, ხო? მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელია ამ ტიპის ბერკეტების ამოქმედება, ხო, იმიტომ რომ როდესაც ერთი მხარე მოქმედებს და თავის ესე რომ ვთქვათ, კბილებს აჩვენებს, ხო, რუსეთი რაღაცნაირად პასუხობს ხოლმე. ანუ აი ესეთი მიკრო ომი ვიხილეთ ჩვენ დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსეთმა კონტრარგუმენტად დადო ეს და ეხლა რუსეთს რო ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ლოკდაუნის მოწყობის საქართველოში, ამას საუბარი არ უნდა, ხო? თავი გავანებოთ იმას, რომ ყველაფერი ფაქტობრივად მთელი სისტემები მათი მხრიდან კონტროლირებადია, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი საბოტაჟის მოწყობა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, მათი საცეცებია მთელ სისტემაში გაბნეული და ამის რა თქმა უნდა შენიღბვა ვითომ ავარიით, ხო? ეს არის ერთი, თქვათ, ენგურის თემა თითქოს უარყოფილი იქნა, რომ ენგური არაფერ შუაში არ არის, მაგრამ დღეს უკვე სემეკის წარმომადგენელმა ფაქტობრივად თქვა, რომ ენგურზე მიმდინარე ტესტირების გამო მოხდა ეს ლოკდაუნი დღევანდელი, ხო? ანუ ენგურზე გარკვეული პრობლემები იწვევს სისტემის სრულ დესტაბილიზაციას. ეს დღევანდელმა ტესტირებამ აჩვენა. და ენგურზე ეხა პრობლემის შექმნა რუსეთისთვის საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე არც არაფერი არ ჭირდება ამისთვის, ხო? ძალიან მარტივად შეუძლია ამ ყველაფრის იზოლირება და შესაბამისად სტაბილურობის დარღვევა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ერთგვარად გამგებმა გაიგოს პრინციპით ამ ტიპის ასე უშვებს სიგნალებს სხვა არხები. სიგნალებს უშვებს, ხო, კი ბატონო, თქვენ შეიძლება მე არ მოგწონდეთ, შეიძლება დასავლეთს აქვს გარკვეული ბერკეტები, მაგრამ მე მაქვს უფრო ეფექტური ბერკეტები იმისათვის, რომ შევქმნა საქართველოში პრობლემები ვიდრე დასავლეთს, ხო? და აი ამ ეფექტური ბერკეტის დემო ვერსია, ანუ ერთგვარი გაფრთხილება, ხო? და ეს სისტემურობა ამავარიების ამაზე მეტყველებს, ხო? პირველი არ იყო საკმარისი, მეორე დღეს მესამე ვიხილეთ უკვე, ანუ სრული უსუსურობა აჩვენა აი ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენმა ესე რომ ვთქვათ მენეჯმენტმა, ქართულმა მენეჯმენტმა, ნუ ეხლა მაინინგზე და ასე შემდეგ, ხო, იქ ზე მოხმარებაზე აღარაფერს აღარ ვიტყვი. მე უბრალოდ ვამპირებზე როგორც რომან გოჩიკზე უწოდა. ბატონგია, ნახეთ. ეხლა მე მესმოდა ტექნიკური მიზეზები, მე მინდა უბრალოდ თქვა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზაფხულში ჩვენ ეს პრობლემები ნაკლებად გვაქვს, ხო? იმიტომ რომ ჭარბი ელექტროენერგია, ანუ საქართველოში საკმარისი ელექტროენერგია გამომუშავდება იმისათვის, რომ ქვეყანა იქნას მომარაგებულები, თუ გამოვაკლებთ ამას ამ ესე რომ ვთქვათ, ამ მაინინგის თემას, საკმარისი, ანუ ზამთარში კიდე შეიძლება თეორიულად რაღაცაზე გვემსჯელა, იმიტომ რომ იქ მოხმარება იზრდება და ჩვენ იძულებული ვართ, რომ იმპორტი ვაწარმოოთ, მაგრამ ზაფხულში პირიქით, ხო, ექსპორტსაც კი ვაწარმოებთ ხოლმე და ამით ამაყობდა სხვა შორის ჩვენი ხელისუფლება, აი მოვიდა შუქი. კილოცავთ. აი ეს არის ქართული ოცნების მეთოდი, როგორ გაგვაბედნიეროს, ხო? სხვანაირად ვერ გვაბედნიერებს და სხვა შორის ყველა მიმართულებით ესე იქცევიან. უნდა შექმნა პრობლემა და მე იმ პრობლემის გადაწყვეტის მომენტში ხო გაგიხარდება და აი ესეთი ბოროტი, ესე რომ ვთქვათ, ბედნიერების ტექნოლოგია შეიმუშავეს, ხო? კი ბატონო. 90-იანებში თქვენ პატარა იყავით მაშინ.
შუქის წასვლას მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ რომ მოვიდოდა ხო ბედნიერები ვიყავით. რა პატარა მთელი ცხოვრების პირველი ნაწილი უშუქობაში მაქვს გატარებული. მადლობა ბატონ გია, გისურვებთ თქვენი ოჯახით და შვილიშვილებით. მადლობა